თან რაღაცა არ მინდა რომ ამ ლაპარაკის მერე ცუდი ურთიერთობა გქონდეს. უბრალოდ მინდოდა რომ გწოდნოდა რომ სხვა მიყვარს რა. აი ეს რო რეკავს მე ნერვები მეშლება. სულ რეკავს და მინდა რომ გაჩუმდეს. ძალიან მინდა რომ გაჩუმდეს. ძალიან მინდა. არ მიეკარო. შენ არ უნდა მიეკარო. ეს უნდა გაჩუმდეს. სულ რეკავს. დაწყნა დინა. აღარ მინდა იქ ცხოვრება. რას მელაპარაკები? რასკი შენ ეხლა შენი საკუთარი ოჯახი გაქვს. არ მინდა და არც ერთს არ მდომები, ხო იცი ეს შენ? ნიღამ დაიბრინდა შეჭი. და რა მოუვიდა ამის? ბიჭო მე რო ტამლები მოვტანე ხო გახსოვს? ეგენი სულ დაულებია, პახოდო თვითონ დაუთრებია რაღაცეები მე კიდე და პახოდო სასმელი დაამატა. Rade ki baba. Ha. Კვეთს შეგიწავ. Კაი. ბებო, შევაგრო ვიცი ყოლბაში ფული თითქმის. მართლა, კაი გოგო ხარ. ხო, იმ პოტასებს ვიყიდი მე რომ მინდა. მე რა გეყოფა ბებო ფული? რავი. კაიცი რა, მოდი დავთვალოთ. რაც დაგაკლდება მე დაგიმატებ. კაი. რა შევიდა? რავი, არაფერს ბებო მიწვავს ახლა გვერდს. ადი, შემჭამა დილიდან ლიზა. ეს მქონდა რა რავი, ხავდაკი. ლეილა დეიდა, როგორ ხართ? აი, კაშვილო, კარგი. უკეთ ხართ? მე მგონი. ძალიან კაი. დახტება სამსახურში. რა ვიცი არ იცი იმ დღეს დოდო მეჩხუბა და ისევ ხალხულად ვიგრძანე თავს. რატო გეჩხუბა? არიკას კლიენტს გავყევი სახლის სანახავად და აღარ იყიდა მერე. კაი რა, ყველა ხო არ იყიდის სახლს. ხო, მაგრამ ჩემი ბრალი იყო. კაი, რატო იყო შენი ბრალი? ეკა, დედა ლიზიკოს კვერცხს უწევდა, კესო ხო არ შეჭამს. არა, ლეილა დეიდა გამოსვლის წინ ჭამა. ჩაის მაინც დაუსხავ. არა, დიდი მადლობა, ნუ შეწუხდებით არაფერი არ უნდა. ცოტაღან დავტოვოთ ბავშვებ და გავიდეთ ჩვენ ჩაი დავლიოთ სადღაც. მეშინია ლეილას დატოვება თან ბავშვებთან ერთად. აი რა გეშინია კითხე და თუ დაიტოვებ ცოტაღან გავიდეთ რა. დედა, რა იყო მაგა? მე და ეკარო ცოტა ხნით გავიდეთ ბავშვებს დაიტოვებ. რა პრობლემაა დედა? კაი, მას ჩავიცმევ. ხო სანდრო. კარგად ჯან. რა საქმე? მაშინ ეხლა ვაპირებთ მე და ჩემი მეგობარი სადღაც გასვლას და თუ გინდა პირდაპირ იქ მოდი დაგირეკავ. კარგი დროებით. სანდრო. მოგეთ მაგარ საქმეებში.
ჩავცემე გამო. მით, გეუბნები. როდის უნდა მოვიდეს ეს კაცი? გონი ხვალ ბატონით. მოკლედ შენი გამბავი გამირკვია და გამოგებინეთ ჩემო. ხო, ცოტნე გისმენ. ხო, გისმენ ცოტნე. რომშვიდობა გაქვს? მითხარი? აბა როგორ მომიყარე? ნერე კარგია რა გინდა. კი, მე ვხედავთ იმის არ კარგად არის, მაინც მოიყვანე, მე უნდა დაველაპარაკო, ხო? კაი, როგორც შევთანხმდით, მოკლედ აუცილებლად გამოვიერეთ დღეს. კარგი. მოგესალმებით ყველას. აბა პირველ რიგში მითხარით როგორ ხართ? მადლობთ. ძალიან გაგვიხარდა თქვენი დანიშვნა ქალბატონული. დიდი მადლობა. კარგით, ახლა პირდაპირ საქმეზე გადავალ. სოფორო ჩემი მოადგილეა, ალბათ უკვე გაიგებდით. ასე რომ ადმინისტრაციული საკითხები სოფოსთან მოაგვარეთ და გაარკვიეთ. მაგრამ მარტო ამისთვის არ შემიგრები ხართ. ვიცი რომ კლინიკაში ძალიან ბევრი პრობლემაა და ვცდილობ ნელ-ნელა გამოვასწორო. ისიც ვიცი რომ დღევანდელი მდგომარეობით ხართ უკმაყოფილოები. ამიტომ მე და სოფომ პირველ რიგში გადავხედეთ სახელფასო სისტემას. თქვენ გამომუშავებით ბევრად უფრო ნაკლები გამოგდით, ვიდრე ფიქსირებული ხელფასით გქონდათ. ამიტომ მე და სოფომ ყველაფერი კარგად დავთვალეთ და გადავწყვიტეთ დაუბრუნდეთ ძველ სისტემას. ანუ გადავიდეთ ფიქსირებულ ხელფასზე. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. ეხლა წაბრძანდით, გააგრძელეთ თქვენი საქმის კეთება და როგორც კი რამე ცვლილებები იქნება, შეგატყობინებთ. ერთი წუთი შეიძლება? კი, აღიქი. იცი, მე ძველი სისტემით მერჩივნა მუშაობა. დიტოს დროს რომ იყო. უი, რატო? უფრო მეტი გამომდიოდა გამომუშავებით. ვიფიქრე თუ ამ სისტემით ვიმუშავებ, იქნება ფიქსირებული მაინც მომიმატოს მეთქი. კარგი, ასე გადავხედავ რისი გაკეთება შემიძლია და გეტყვი. კარგი, გასაგებია. რა მინდა? ხელფასის მომატება. კარგი, შენის მითხარი ქეთის თუ ელაპარაკე. გუშინ ველაპარაკე. რაო, მე როგორ ვართო? ძალიან კარგად ვარ და ძალიან ბედნიერად გრძნობ თავსო. მე რა კაია, როგორ მიხარ? კარგი, წამო, თორე ძალიან ბევრი საქმეა. კაი, მაშინ რა ქვემოთ ჩავალ და თავი. გუშინ გვია დაიძინე? შენ რო გელაპარაკე ცოტა ხანში შენ? არა, მე ფილმს უყურე. რა ფილმს? შენ რომ მითხარ? მართლა? მოგეწონა? რავი, კი, მაგრამ ბოლოს happy end-ი. აბა როგორ გიდოდა რომ დამთავრებულიყო? რავი, ვიღაც მოეკლა ცოტა დრამა გასწორდა. დაგაცინებს. რეჟები? არც შენ? აუ რავი, რატო არ გამოგვიძე დღეს? იცი რა საყვარლად გეცინა? არა და გუშინ ჩემზე გვიან დაიწინე, ხო? ხო. რანაირად ახერხებ ჩემზე გვიან რო იწინებ და უფრო ადრე რო დგე. ვა. მაგას ძალიან კარგი ხასიათი ხარ დღეს. რა. რა? აუ ეს ორი დღე არც დამინეკი არც ვიმწერია. ხო. ადა. იმას არ დაურეკავს? არა, მაგრამ ხო ვიცი, მაგრამ დაინტერესებოდა რატო არ ვიყო. და რა ხსაპირებ ნახვას? აუ დღეს გადაღებაა და მახა. ხო და არ შეიქმნია არაფერი. ნუ, ვიცი რა ასე. ესე იგი მოაბრუნე სიტუაცია. რა, მაგრამ დემდევს გიო ესე. მოგწონა. როგორ? აუ არა, მე გადავიხდე. ნუ ეჭველი. აი საია. დადე. კაი, რა ნუ გადაყვები ახლა შენს მაღაზიაზე ნერვიულობას. ძალიან მაწყნა შენიშნა რომ მომცა. კარგი რა.
ხო იცის რომ გამოუცდელი ხარ, რა მოხდა? ეხა დაიწყე და ნელა ისწავლი. ხო, რავი. უკაცრავად, კიდე მომიტანეთ იგივე. როგორ ხარ? ერგეჯენ. აიცანი ჩემი მეგობარი ეკა, სანდრო. ჩემთვისაც ასე ამბობდა. მე მგონი საიდანღაც მეცნობით. შეიძლება, მაგრამ უკაცრავად მე ვერ გიხსენებ. მე მგონი ერთად ვსწავლობდით. მართლა? თქვენ მაჯიკას კურსელი არ ხართ? ნიკა მაჭავარიანი? ხო. კი, ჩემი მეგობარი. ძალიან მეგობრობდით მე და ნიკა და ეხაც მეგობრობ. სასიამოვნოა. მე მგონი სახშიც ვარ თქვენთან დამყოფი წყნეთში. შეიძლება ძალიან ბევრი ბავშვები დადიოდნენ ჩემთან სახში გასართობად, სხვათა შორის კაი დრო იყო. ხო და მაქედან მახსოვ ხართ? შეიძლება ოღონდ შენობით ვისაუბროთ, კარგი? კარგი. მოკლედ საიდან სადო? აბა. ხო, მე საქართველოსდან წავედი და ხო და მახსოვს, იმიტომ რომ უნივერსიტეტში დეპრესია იყო, გასართობი ადგილი აღარ ჰქონდათ ბავშვებს. კიდე მეგობრობ მაგისთან. კი, მაგრამ ისე ხშირად ვეღარ ნახულობ. მე ხშირად ნახულობ. ხო და რა ნახავ, აუცილებლად მომიკითხე და უთხარი რომ გამოჩნდეს. აუცილებლად გადავწე. სხვათა შორის მაგამ ძალიან მაგარი სახლი მოყიდება. ხო, ვიცი. კაი, მე რა შუაში ვარ. კი. ესეც არ უწოდი არაფერი. ნუ არ ვიცოდი, მაგრამ ხომ აყიდი, ნახე მაგარი. სახლი მოგეწონათო. მაგარია. ძალიან მაგარია. ძალიან. სხვათა შორის სახლმა შემიწყო ხელი. თან მარიკა წასული იყო სადღაც, თორე წესით არც უნდა ყოფილიყავი. რა მაგარია, როგორ გამოგდის, ახლა ნელ-ნელა აგენტიც გახდები. ნახოთ. ამ დღეებში ვაპირებთ ბიჭები შევიკრიბოთ. სხვათა შორის მაჭიკაც იქნება და ძალიან გამიხარდება თუ თქვენ ორნიც წამოხ. აუ, დიდი სიამოვნებით. არ ვიცი, ნახოთ. კარგი რა, წამოდი რა, ცოტას დავლებ, გავერთობით. თან შენი პირველი სახლია და აუცილებლად იქ უნდა იყო. თუ მოვიცალი აუცილებლად წამოვა. რას ვამთ? გვინას. კარგი, მე ზღვინოს დავლებ. არ ვიცი ექიმურ რამე მართლა. წამლები არ შორის. აღარაფერი აღარ შორის. რატო გონი რომ წამლები არ შორის? საერთოდ შენს პრობლემას ხვდები რაშია? კი. მაგრამ მითხარ. კი, ხვდები. ჩემი პრობლემა ჩემი ოჯახია. აბა მითხარ რატომ არის შენი ოჯახი შენი პრობლემა? იმიტომ რომ მათ ჩემი არ ესმით. რა გინდა რომ გაიგონ და არ ესმით? ჩემი კი არა, ჩემი ნახატების არ ესმით. ექიმო ჩემს ნახატებს ძალიან დიდი ძალა აქვთ. ისინი სულ ლაპარაკობენ, გამუდმებით ლაპარაკობენ. შენ გილაპარაკებია? კი. მე მელაპარაკებია, მაგრამ ეს ჩემ ცოლს არ ესმის. ის გიშმეძახის და რაღაც სულელურ წამლებს მაძალებს. უნდა იმკურნალო მეუბნება. მაგრამ მე გიჟი არ ვარ ექიმო. ჩემ ნახატებთან მინდა ექიმო. ახლა ნახატებს ველაპარაკები? აკეთო ვარ გიჟი. ისინი არიან გიჟები. აბა ახლა დაწყნარდი. დამშვიდი პაკო? მითხარი რომ გიჟი არ ვარ ექიმო. მარტო შენ მეუბნები რომ არ ვარ გიჟი. არა პაპა. შენ გიჟი არ ხარ. უბრალოდ ძალიან ემოციური ხარ. ზედმეტად გრძნობიარე ხარ. წაბლებს რატო არ სვამ პაპო? შემომხედე თვალებში. რატომ არ სვავ წაბლებს? დღეიდან დაიწყებ წამლების დალევას, ხო? ყოველგვარი ჩხუბის და აყალმაყალის გარეშე. შენ ცოლსაც ნუ ეჩხუბები. დამშვიდი მეთქი გითხარი. შენ თვითონ დალიე. ნახატებზე დიდხანს არ ილაპარაკო. კარგი? როგორ შევთანხმდით? დღეს ამით დავამთავროთ. დავამიერე და მე გავაგზავნე ლაპარაკი. კარგი. კარგი. გამარჯობა. მომზადდი. მომზადდი. ეჯეკი? აქ. აბა როგორ ხარ? კარგად. თავად როგორ ხარ? მადლობა, კარგად. როგორ გზნობ თავს? უკეთესაც ყველა წამოს თავის დროზე ვსვავ და მე გრძნობ რომ უკეთ ვარ. ძალიან კარგი, გავიგე დღეს დილით კარგ ხასიათზე ყოფილხარ. ახლა ვერ ვიტყვი რომ კარგ ხასიათზე, მაგრამ ამ ყავს თავი ხელში. ძალიან კარგი. მეც ეგრე ვარ ხოლმე, ცუდად როა თავი ხელში ამყავს თავის გართობას ვიწყებ რაღაცები. ხათუნა, იცი რა მაინტერესებს? აი ამბობ თავი ხელში ამყავს. სანამ გადაწყვიტავ რომ თავი ხელში აიყვანო და გაართო, ცუდი და მძიმე აზრები ხომ არ გაწუხებს მაგდროს.
აღარ მაწუხებს უფრო რაღაც ისეთ ყოფით რაღაცებზე ვფიქრობ. ნაღო მითხარი რაზე? ნუ რა თქმა უნდა ცოტნეზე. ცოტნე სწავლობს, შრომობს, მუშაობს, ფულს შეულობს, რომ მე მომხედოს. მე სახში უკვე საჭმელსაც აღარ ვაკეთებ. რამდენი ხანია ჩაიც არ დამისხავს და აი ამაზე ვნერვიულობ და არ მომწონს ესე რომ ვიქცევი. ძალიან კარგია, ესე რო ხდება. არა, ძალიან კარგია და გეტყვი რატომ. უკვე რაღაც ყოფით პრობლემებზე ფიქრობ ცოტნეზე, შვილზე, ოჯახზე, ადრესე არის ხო, ესე იგი? ხო, კი. წარსულზე აღარ ვართ ორიენტირებული. კი, ეს არის. ესე იგი მე გამომჯამრთელდები. ხათუნა იცი რა არის შენ ავად არ ხარ. როგორ აბახა ვიტყვებოდი? არა, ვიტყვებოდი, უბრალოდ აი ზედმეტად ნერვიულობ, ვერ წრილმანზე და ეგ არის და ეგ. ეგ მართალია. ასე რომ კურნალობა ძალიან კარგად მიდის, შედეგიც სახეზეა. და მადლობელი ვარ ძალიან. არაფერს შემოკარგო. მოდი ახლა ესე გავაკეთოთ, მე შენ 2 წამალს გამოგიწერ. დიახ. ამის დალევას დღესვე დაიწყე. საღამოს დაგირეკავ. და მეთქვი როგორ იქნები, ხო? რატო დამირეკავთ? თუ რამე უკუჩვენება აქვს? არა, უკუჩვენება არ აქვს. უბრალოდ მაინტერესებს როგორ იქნება, ხო? კი, როგორ არა, აბარა. კარგი ხარ. დღეს მაშინ ამით დავამთავრე. ამედა კიდე საქმელი? 5 წუთით თუ გაქვს კი, რაღაცა. როგორ არა? დაიწყებ. იცი რა მინდა და მეცვა რომ ისიც მოხდეს წამოდი ხელი მოწერინე. მოვძახი. მეძახდილია? მოდი აზა, მოდი. კაი დაგტოვებთ მე მაშინ. კაი და მალე ამოდი ხო? რა ხდება, რა პრობლემა ხომ არა გვაქვს? არა პირიქით. რა ხდება? რა და მე და სოფომ ყველაფერი კარგად დავთვალეთ და გადავწყვიტე ხელფასი მოგიმატო. აი მე დიდი მადლობა. კარგი რა მადლობა აზა, შენ დაიმსახურე. არა, ვიცოდი რომ საუკეთესო დირექტორი იქნებოდი. მადლობა. მოკლედ პირდაპირ გეტყვი 100 ლარი მოგიმატე. 100? აზა, ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე შემეძლო. ხო იცი რამდენი პრობლემებია კლინიკაში? გასაგებია. კარგი, მადლობთ, წავედი. კარგი აზა. კარგი. რაო და მადლობაო. ეხლა ამის უკმაყოფილება მე არაფერში არ მაწყობს რა. თან ეს თუ აბუნდდა ხო იცი რაც მოხდება. მე შეგეტყვი აზას ეგეთები გაუჭირდებათო. ხო და მაგიტომაც მოუმატე ხელფასი. ხო, ძალიან კარგი დაწყნარდება ეხლა. დაწყნარდება, აბა რა სიზამს. თან სოფო ხო იცი ჯერ ამ კვირის ბოლომდე არაფერი არ არის გარკვეული. როგორც კი გაირკვევა, ყველაფერს თავის ადგილას დავალაგებთ. და ახალი არაფერი არ უთქვამთ ხა ჯერ? არა, ჯერჯერობით. მაგრამ გონია რომ დამტოვებენ. მეც. კლინიკაში კარგი სახელი მაქვს. ამხელა სტაჟი. და ჩემზე უკეთეს ვის მოიყვანენ? ვერც ვერავის ჩემო ლიაჩკა. კაი, მოდი გავაგრძელოთ. ესე იგი, აქ. ხო და მე ჩავედით გორში და ძმაკაცი და ეს გოგო ლაპარაკობდნენ, მამამისმა გაიგო. ატყდა ჩხუბი და პანიკა ერთიანად. ო, კაი, რა მე შემეც მოკაც მარაკნა. არაფერი მე იმ გოგო მოთხარ რომ მოგატყუეო არ ვარო სულადო და ამას კიდე ცოლად მოყავდა. აუ, ეგრეა გოიმებდა. ო, წარმოიდგინე მე ვეუბნებოდი რომ უეჭველი იტყუება თქო არ იქნება ეგრე თქო, მაგრამ ამას ცოლად მოყავდა რა ვიცი, კარგი. მოგრად ხავს. არიგებ? მაგაცია დაურეკავ მე. სამბობდი? ის გოგო სად არის ახლა? აუ, რავი, აზე არ ვარ ძლივს დავაშორეთ ამ დებილს. აზე ხარას უშელჩებ და. აუ, წვენი წაი. კაი, აიღე იქნებ ვინ არის სირცხული? კაი, პასუხი. მინდა. ოძმა. ბიჭო, შენ რას მიკეთებ მანდე? რა გინდა შიქხო არ გაკე? ვინ არის ის ბიჭი? სალისთან ერთად რაც ფოტოებს ოდებს. ვინ ბიჭი? მე რა ვიცი ვიღაცა ბიჭია შეჩემა Facebook-ზე ფოტოებს დებს სალის ხარზე თავი. ვეგ ახალია შე, კაი ტიპია რა გინდათო? ჩემი სულ გაგიჟდი ხო? რა გინდა ბიჭო რა, გიჟი ხო ვარ. გამოყლებდი ბიჭო. რა გინდა ბიჭო რა? სურათებს იღებდნენ, მეც იქ ვიყავიტო. აროჩი რა, ნომერი მომეცი რა მაგდე. კაი რა ნომერი არა ის, გაჩერდი. აბა შენ კიდია ძმაო და მე დაველაპარაკები რა. რამ კიდია ვეთხვი მე რა. თქმა რომ გდომოდა აქამდეც ეთყოდი რა ბიჭო და მომე ნომერი რა.
ბიჭო, რა უნდა მეთქვა, აბა, არაფერი არ ხდება, ხო არ გაგიშტი და. გაუ, მომერა ნომერი ძმაო და მე გავარკვევ. რა იგივე რა ტიპია რა უნდა. კარგი, გაჩერდი ხა ნომერი. ბიჭო, ხო იცი რომ მაინც გავიგებ და მომეცი რა დედა მოთხნული რა. ხო, ნომერი შეჭე. აი მოგწერ ცოტა. მომიდი მალეკი. გაი. აიყო მოხდარა მე? არაფერი ძმაკაცის ნომერი უნდა და ვიღაცას. რას გიყვებოდი? ხო, ძმაკაცზე გიყვებოდი. და რა ხდება აზა ხომ შვიდობაა? ლიასთან ვიყავი. მერე მომისყიდა თავისი ჭკუით. მას ქვია მოგისყიდა. ხომ ვუთხარი გამომუშავებაზე კარგად გამომდიოდა და ფიქსირებულზე მომიმატე მეთქი. მერე 100 ლარი მომიმატა. რას როგორ მალაპარაკები? შეიძლება ასე? მონები ხომ არა ვართ ხალხო? მართალი ხარ აზა? დირექტორია ქალბატონი და გონია ყველაფრის უფლება აქვს. ისე მეც გამეკვირდა ლიარმო დირექტორად დანიშნეს. ჩააწყო ალბათ. და ეხლა ადამიანური ხელფასის მოცემაც არ უნდა. ამბობდნენ რომ მაგას გავლენიანი ხალხი ყავსო. ხედავ? და გაჩუბება არ შეიძლება. უნდა ვნახოთ მფლობელები და უნდა დაველაპარაკოთ. რა უნდა უთხრათ? როგორ თუ რა უნდა უთხრათ? რა და სიმართლე. ის რომ საშინლად გვექცევა, ის რომ ხელფასის სისტემა თავის ხუშტურზე შეცვალა. თუ გადავწყვიტეთ წასვლა, როდის მივდივართ? როდის და ამ დღეებში. თქვენც წამოდით, რაც ბევრნი ვიქნებით, მით უკეთესია. მართალი ხარ, უნდა წავიდეთ ყველა. აბა რა გონია ქალბატონს ამას შევარჩენე. კარგი ჩემ. ისე ახლა დავიშალოთ და მე გაგაგებინებთ, როდის უნდა წავიდეთ. წავიდეთ. აი მაპატია რა ვერ მოგაქცია ყურადღება. არა უშეს. დალევ რამეს? არა. მოდი აქ დაჯექი საქმე მაქვს. მოხდა რამე? არა, ისეთი არაფერი. რაღაცაზე მინდა გელაპარაკო. გისმენ. შენი ქმარი ვნახე. რა? ხო, დამირეკა. ხო, ვნახეო და რა მექნა მეც. რატო ნახე მამა? 1000 ჯერ მაინც დამირეკა იმ კაცმა და რა მექნა. არა, შენი აზრით რა უნდა მეთქვა? ნინო გაბრაზდება და ვერ გნახავ მეთქი? რა უნდა და? შენი ნახვა. მე არ მინდა. კარგი რა, ნინო, გეყოფა. რა მეყოფა მამა? რა მეყოფა? ყველაფრის მერე რაც გააკეთა, რატო უნდა მენახა გამაგებინა? ქმარია შენი და იმიტომ. აღარ არის. ნინო, მესმის აღარ გიყვარს. აღარ გინდა. მაგრამ უნდა ნახო. რატო? იმიტომ ბატონო რომ ნანობს რაც გააკეთა. კარგი რა მამა და გეღაცა. რა კარგი. ხო, ჩემი ნახვა უნდა და შენ გამოგიშვა, ხო, თვითონ მოერიდა. და ეთყობა არ უნდა რომ გაბრაზდე. როდის აქეთ აინტერესებს მაგას გაუბრაზდები თუ არა? აინტერესებს. ვერ ახედავ რომ აინტერესებს. ხო და შენ უღარ დაძაბავ სიტუაციას იცოდე. არ ვიცი. ამხელა კაცი ტყუილად მომოვედი. რა ყველაფერი მესმის, მაგრამ თანაც ასე ულაპარაკოთ ხომ არ დაცილდებით. ნახეთ ბატონო, დაილაპარაკეთ, გაერკვიეთ. იცი რა მამა, ყველაფერში უკვე გავერკვიე. შენ კი. ხო და ისიც გაარკვიე. აჩი ეხება ჩხუბს არ აპირებს, შენ პირდა. კარგი რა. ნინო. ხო, დამიჯერე რო გეუბნები, დამიჯერე.
ნინო. კარგი, არ ვიცი, მოვიფიქრე. ხოდა ეგრე ჯობია. კარგი რა, ბავშვი ხომ არ ხარ? რეაქცია? არა, მადლობა. ყავა, ჩაი რა მერინდა? არა, არა. სულ ჩემი ტელეფონი მაძეს? კი, აქ არის, დედა იწენება. მოგაწოდაო? არა, იყოს. დაახლოებით მიხვდით რას. ხაძატნე. რა შვები? რავი, ფილმს უყურებ შენ? აცუდროს ვეკაო? არა, შვები. რა ვიცი, ეხა მოვედი სამსახურიდან და დაგირეკე. მუშაობდი? კი. ბევრი საქმე არ მქონდა და არ ვარ დაღლილი. კარგია. ხო, შენ რა შვებოდი? რა ვიცი, არაფერს ისეც ჯერ ველოსიპედში კატავა და მერე ჩეპევნახე ცოტა ხანი. ჩეპი არისო? არა, რაღაც საქმეები ქონდა და ამიტომ ვერ წამოვიდა. ვა. რა იყო? დაგერეკა მერე ჩემთვის. რავი, მუშაობდი და. ხო, მაგრამ გამოვიდოდი რა. კაი, ამის მერე მეცადინება. კარგი. და შენ როგორია? რა ვიცი, კარგად. ძალიან საყვარელი ქალია მართლა. ხო. ხო, რა საპირებ? ხო, არაფერს რა ვერ დამიგეგმია ჯერ. შენ? რავი, არც მე ეს ორი დღე ვისვენებ რა და თუ გინდა მოვიფიქროთ რამე ხვალანძეკ. კარგი, მოვიფიქროთ. კაი, მაშინ შევხვიანდეთ. კაი, შევხვიანდეთ. კაი, აღარ შეგიშლი ხელს ფილმის ყურებაში. არ ვიშლი, მაგრამ კარგი. კარგად. ხო, რუსუდა. არა, აქ ვარ ჯერ. ხო, მალე მოვა, დაწექი შენ, დაწექი თუ. ო, კარგი, მოდით. გამარჯობა, რადგან რამას. როგორ დანებით? თავად? მადლობთ არაბიშებს. ის დალე? არა, მადლობა. აგა, რა ხდება? რა ხდება და ცოტა გართულდა საქმე. ეს რას გიგართულ? პროკურორი ამძიმე. რას ნიშნავს მძიმე? უმაღლეს სასჯელს ითხოვს და მტკიცებულებებიც აქვს. რა მტკიცებულებები აქვს? არა, ისეთი არაფერი, მაგრამ ჩვენც ვერ ვამტკიცებთ, რომ შემთხვევით მოხდა, გესმით? თან ის ხო გაიქცა მერე. ჩვენ კიდევ ძღოლი გვიან მივიყვანეთ. აი, ეს არის. ეხლა რა უნდა? რა ვიცი, მოვიფიქრებ რომ ეს. ბიჭო, აქამდე არ მოვიფიქრებია? არა, რაღაც ვარიანტები მაქვს, მაგრამ გადაწყვეტ და მერე გეტყვით. რა საკეთებდი უნდა? მივხედავ პირდები ბატონო რამოს. პირდები. და ის ტაქსის მძღოლია, როდემდე იქნება საჩუქარი? მაგაზე ნოინერიულებ თქვენ. ტარიელს ყოჩაღად უჭირავს თავი. არა, სასამართლოზე ცოტა კი დაიბნა, მაგრამ თავარია რომ ძველ ჩვენებას აწვება. როგორ ვერ გათვალე რომ პროკურორი მოგაწვებოდა? რა ვქნა, არ მეგონა ეს საქმე თუ ასე დაინტერესებდა ბატონო რამას რა გავაკეთო? არ გეკონა. კარგი, სხვა არის კიდე რა? სხვა ოჯახი ითხოვს ზარალის ანაზღაურებას. აიქ, არ არის პრობლემა. მაგრამ პროკურორს უნდა მოუხერხოთ რა. მოუხერხებთ აუცილებლად. მე დაპირებები არ მაინტერესებს. საქმე დამანახე, საქმე. განახლებთ ბატონო რამას ხვალვე და ლაპარაკებით არის რა გავაკეთო. მოიცა, დღეს არ ელაპარაკე? როგორ არ ელაპარაკე, მაგრამ ხო გესმით ახლა სასამართლო იყო და ისე კარგად ვერ მოახერხე. ხვალ დაუჭდები. ყველაფერს დაწუნდებით და კარგად აუხსნით. რამე არაურიო. არა, ეს არაურიოს დაწუნებული იყავით. თქვენ მაგაზე მოინერვებთ. კარგი, პროკურორზე ჩვენც მოვიფიქრებთ რამეს. კარგი, მე დაგტოვებთ მაშინ. მომისმინე? დიახ. ტარიელს რომ ნახავ, მე აქ ვარ ჩემთან. კარგი. როგორ ვებით?
ჩვენათანს ვეჩხუბა. ჩვენათანს რა ზეჩხუბა? დამირეკა და იცი რას მეუბნება? შენთვის სახლი უკვე ვიპოვნე, სადაც უნდა გადახვიდაო. იმას გადაეცი, მე ყველაფერს ვეთქვი. ვერ გავიგე? ძალიან კარგად გაიგე. დიდი შანსია წავალოთ პროცესი. ვის დააფქავს ყველაფერს რა, ვახო რაღაც უნდა მოვიფიქროთ რა. შენი ქმარი ვარ, უნდა გაიგო. აღარ ვარ შენი ცოლი, გაიგე ერთხელ და სამუდამოდ წავედი. თქვენ თუ არ დაგაკავთ ერთმანეთზე, თქვენი დედა მოთხარ მე.